გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. Zartsua ჭორიკანას კორპუსში. შეჟური გამოვიდეს. რა ხდება შულო? რა მდგომარეობა არის? გამარჯობა. მოგესალმებით. როგორც კი გავიგე რომ რაღაცა პატრულების ხმა იყო, ეგრევე გამოვარდი რომ ის რაღაცა არ გამორჩეს მეთქი. თქვენ ამ ბინასთან გააქვთ შეხება, ქალბატონო? კი, რა მოქმედება, რა ვითარება? აქ ცხოვრობ თქვენ? არა, აქ არ ვცხოვრობ. აქ ვცხოვრობ ამ სადარბაზოში. მეზობლები არიან ესენი ჩემი და რა მოხდა აქ? იგაბოზდა. არა, რა სამთ ქალბატონო? საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თქვენი მეზობლის ბინა გაქურდეს და თქვენ თუ მეზობელი ხართ, თუ შეიძლება მას თქვენს დაგისვათ რამოდენიმე შეკითხვას, იმიტომ რომ რაღაცა კითხები დამისვი, ყველაფერზე ამომწურავ პასუხს გაგცემ. აი, რაიმე ხმაური ხوار შეგინიშნავთ ამ ოთახიდან. არა, იყო ხმაური იყო. ანუ იყო ხმაური. ხმაური გამოდიოდა ზუსტად ამ კარებიდან, კუნესების, მიდი უფრო მეტი, დაახლოებით ეგეთი ფრაზები იყო, უფრო ძლიერად. აი აქ ვიდექი და ჩემი ყურით მესმოდა, რასაც ლაპარაკობდნენ. არა, რას ვზანდა, მაგას არ გეკითხებით, ანუ ხმაურს გეკითხებით, უშუალოდ საქმესთან მიმართებით ხმაურს. საქმესთან ვითარებაში, შულო, რაც მანდ იყო, ზოგადად შემჩნეული მაქვს, რომ აი ეს ზანზარებდა, ეს ირწეოდა, ნერვიულობდი, ძალიან ნერვიულობდი, რომ ეს კორპუსი თავზე არ ჩამომინგრას მეთქი, მაგრამ დაწყნარებული ვარ, იმიტომ რომ ესა ძველი კომუნისტების აშენებულია და მშვიდად ვიყავი, რომ არ ჩამოინგრეოდა, თორე ირწევა შულო, თქვენ უნდა ნახოთ, აქ რა ხდება, გეგონება პიზის კოშკში ვცხოვრობ, აი ეს არის გადარწეული. აბა რა ხდება? რა მოხდა? გამარჯობა. თქვენ მეზობელი ბრძანდებით, ერთი წელი ქალბატონო საგამოძიებო მოქმედება. იცეკით უკვე გოგონა? იცეკით? ვინ იწვა? იწვნენ უკვე? მანანა. მეგოძიჭიაო, მოსულიო და იწვნენ? არავინ, არსად არ იწვა ქალბატონო, ვინა მანანა, ძალიან ცუდ რაღაცებს აკეთებ. არ შეიძლება ეგეთ საქციელი ბოზობით საყვარლისგან გაკეთებული ცხვრის როყოთ, სხვის პირაში. როგორ შეიძლება? თქვენ მე რამოდენიმე კითხვა უნდა დაგისვათ, თქვენს მეზობელი, ხო? კი, რო დაწვებიან მოვა. ყველა თქვენ ცხოვრებას მიხედეთ. აბა საითმეთ. მოხვედით, გამარჯობა. თქვენ დაზარალებული ბრძანდებით თქვენ? აჰა, ესე იგი დაზარალებული თქვენ ბრძანდებით. დასაგებია არა, უფრო ნასიამოვნები შვილო. გეყო. ცუდად არ გაიგონე. ერთიცად ხალბატონო, ბოდიში რა, ერთიცად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში მიშლით ხელს. თუ შეიძლება რომ წყნარად იყავით რა. რამოდენიმე შეკითხვა რომ დაგისვათ რა. თქვენ სახლიდან რა არის წაღებული რაღაცა ნივთები, რაც ისეთი დაგაკლდათ თვალში, თუ გახსოვთ რომ რა არის წაღებული და მოკლედ სულ არის წაღებული ოქრო და ფული არის გატანილი საერთოდ, წაღებული. ფული და ოქროულობა წაღებული. ბიბუ, მაღაზიები ერთო დაიხმარე შვილო არა უშავს საყვარლები გიყიდიან ბებო შეც გამეტილი გოგო ხარ ამანები თავი და ცოტა ჩუმად იყავი არის ლაპარაკო როგორ მივდივართ რაცა თუ გვაცდით მშვენივრად მივდივართ ხალხო დაკითხე რამოდენიმე პროცედურული ის არის დიახ ეგ არის გავაკეთო სათხარ როგორ მოხვედი რა გაცვიეს რა არის აიღეს ყველაფერი და რა მეცნევა გამაგებინე გამარჯობა თქვენ მეუღლე კი კი ბატონო რამოდენიმე შეკითხვა თქვენს უნდა დაგისვათ ეხლა თქვენს მეუღლეს ვკითხავდი იცით რა მაინტერესებს სადარბაზოში კამერები არის რომ უფრო ხელჩასაჭირი ინფორმაცია რომ მოვიპოვოთ ანუ მაინტერესებს კამერებიც მაქვს შვილო და ყველაფერი ტვინში ღამის განათებაც ყველაფერი შვილო ისე კარგად აღიქვავს აი აქ არის დამონტაჟებული გემიცვალე ხუმრობ ქალბატონო თუ რა გინდა არა შვილო არა ხუმრობ მოდი აქ სად იყო ჭკვიანი კამერები მე რო ყველაფერს ვაფიქსირებდი სახის სიმაღლის და ყველაფერს მიხედვით აი აქ არის აი გაგიშიფრო აი ერთი წუთი ბოდიში და აი ხო დაგველოდოთ რა თუ შეიძლება რა აი აქ დაგველოდეთ თუ შეიძლება და აი ძაფის კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა თბილისში და ჩვენ ახლა ვიმყოფებით შემთხვევის ადგილას სადაც პირდაპირ
ეთერში დაზარალებული გააკეთებს კომენტარს. თქვენ სად იმყოფებოდით ამ ფაქტის დროს? მოგესალმებით. დიახ, ჩემი მეუღლე იყო წასული სამსახურში და მე ვიყავი თვითონ აი საბოზაო ჩვილო საბოზაო ერთი ხო გაიგერო პირდაპირ ეთერში არიან რა გინდა გამაგებდი რატომ არ ხვენ გადაიღე რა ვითარება ისე პირდაპირ ეთერში არიან და გეყოფა რა შვილო პირიქით შვილო კარგი არის პირდაპირ ეთერში რო არის იმიტომ რომ მეტი გამომწერები შემოგემატება და თეთრები გაიტიტულე გენაცვალე რომ უფრო მეტ ფულს ამოაგდებ გაიტიტულე ძალიან ხოთ ქალბატონო კომენტარს გააკეთებს დაზარალებული რა ხდებოდა რა ვითარება ახლა ამ მე და ჩემი და ქალები ვიყავით აივანზე გასულები და ისე შემოვიდა და ისე წაიღეს ოქროულობა და ფული რომ ვერაფერი ვერ გამიგეთ საერთოდ ვიც დავინახე ანუ როგორც ხედავთ ეს არის დადასტურებული დარცვა რომ გითხათ რა ნივთებია გატანილი სახლიდან თუ შეიძლება გითხარით ყველაფერი ერთი წუთი რა დიახ და თქვენ რა კითხებს ვსვამ ერთი წუთი გაბორთე რა გეხვეწები კამერა რა აქ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და აი ესეთი ინფორმაციის გაცემა არ არის მიზანშეწონილი გესმით თქვენ ანუ საგამოძიებო მოქმედებების ხელის შეშლა შეიძლება იყოს ეგ და გეხვეწები რა ანუ როგორც ხედავთ ჩვენ არ არის ჯერ დადასტურებული თუ რა ნივთებია გატანილი სახლიდან არის შვილო ზუსტად ვიცი დადასტურებულია ყველაფერი რაც მე იღებ ხო რაც მე ჩემი ორი თვალით დავინახე კურდღლის კუდი ბორკილები ფისოს ყურები რაღაცა სურნელოვანი ზეთი სექსუალური ნივთები ყველაფერი გატანილი არის ის ლაპარაკო ქალბატონო რა გასათამაშო რა კურდღელი და ის რა ქვია შვილო გინაცვალე ჩემი შვილი სტოლი ხარ ეთყობა შენ გიმალავდა ბებო თორე მე ხო ვიცი გადაიღე ზოგი ელემენტით იყო ზოგი ისე მექანიკური იყო ერთხელ გაუვარდა ხელიდან აისხმდა სულ აი ეხეთქებოდა საკეთებდა შვილო გაჩუმდი რა ეხსაბო ოჯახი გინდა რომ გამიურიო ახლა უკავს არა გეხვეწა ჩემი უბრალოდ რა ხდება აბა იწნენ გავარტიეთ ვინ იწნენ რა გინდა მე პირდაპირ ეთერში ექნებათ ლოგინი რა ლოგინი რა გინდა ქალბატონო გამარჯობა პირდაპირ ეთერში ვიქ მანანა რა საქციელი არის ახლა თუ აი ეს სხვის აყოფშენა სხვის ხორებაში ესა შენი უბანი არ არის და მიხედე სადაც რა უბანი ქალა ჩემი კორპუსი არ არის დაგინდა ვერ გავიქი აქ მე მიქნები თუ არა არა გინდა ვერ გავიქი მე გოგო ხედე შენ თავს ხედე შენ თავს გოგოები ხედე რა რა ჩემი საქმე არ არის იმაში ვაი ერთი წამი რა ხმაური არის ქალბატონო ხმაურია გეხვეწებით ხელი გვეშობა აქ თუ შენ რომ მიბრძანდით რა ძალიან გქოთ რა იქნები პირდაპირ ეთერში რომ ნახო დიახ იქნებით ქალბატონო დიდი მადლობა აბა რა მდგომარეობაა შვილო საით მივყავართ გამოძიებას ხო სწორად მივდივართ ანუ პროცედურულად გაინტერესებთ ქალბატონო ყველანაირად ცოტა დეტექტიური ისა მაქვს ჭუაგონება მანდა ზუსტად ვიცი რომ ის ვის ამ სახში არის შემომძვრალი ის ანაბეჭდებს არ დატოვებდა მე ვიცი შვილო სადაც არის ანაბეჭდები დატოვებული იცით ანაბეჭდები სად არის ქალბატონო თქვენ მაგაში დაიხმარებით ძალიან გამოძიებას ისა ანა მოდი ბიბუ მოდი დადიქი შვილო აი აქ არის შვილო ანაბეჭდი ასეთია ის ერთით აკეთებს რაც მე აი კამკას ეხა ლიფტში ჩავაგდე ვიცოდე რა შვილო ისე ბარემ ახახარდა ლიფტზე გამახსენდა ლიფტის ფული არის 5 ლარი დასადები მანანა 5 ლარი ოღონდ ისა რა ქვია შენ არა გაგბებო დასადები ვაჟამ დადო ამის გარდა კორპუსში 4 ქალს კიდე უდებს თვეში ორჯერ ლიფტის ფულს შეძლებული და ისეთი ვინ ვაჟა შეშლილი კაცი ვინ არის ვაჟა ვაჟა ზევით მე-5-ზე რას რა ლიფტის ფულს გიდეს არ ვიცი ვინ არის ვაჟა გიფიცები არ როგორ ხალი ამბობს და რა არა იწუება ახლა ამის ჯერა და ჩემი მოდი ერთი შენ აგენ ჯერა და ხელი გამიშედი ბებო მაცა ვაი ერთი წუთი ქალბატონო რა მოდი რა გეხვეწები რა მომიწერე ამ მოხზე ხელი და რაღაცნაირად იქნება გავაღწიო ამ დაწყევლილი კორპუსიდან რა და დიახ ჩვენ ნამდვილად ვრჩებით კვლავ პირდაპირ ეთერში ჯოჯორობით სიახლე არაფერია თუმცა როგორ შეიძლება მოდი შვილო გენაცვალე ლაივია პირდაპირია ესა დიახ ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ვართ და თუ შეიძლება ერთი წუთით მანანა შედი ერთი წუთით გენაცვალე მოდი მოგესალმებით შვილო
ძალიან დიდი მადლობა ბებო მოწვევისთვის რომ ჩამთეთ. მე არ ვიცი შვილო, აქ რა ხდება, მაგრამ მეორე სართულის ანა რომ მე-6 სართულის ვაჟასთან მიდის და პირველი სართულის თეონა მე-6-ის ნოდარისთან ეგ ზუსტად ვიცი და ანა რო იხლება ბებო რა ხდება? ერთი ძა, რა ხდება? მენაცვლება. რა ხდება? ერთი თუთი ახლა ტელევიზორს უყურებდა. ეს რატო ლაპარაკობს ჩვენი ოჯახის სულიერი მოგულა? მიზანი, ვაჟა. რა ხდება? ვაჟა მე-20 საუკუნე ფოქსი და ახალი შაბათი შოუს ჯგუფი წარმოგიდგენთ. სალომე ჩეფერინი, ტონი ვაზელინი, ზაზა ამაღლობელი და სპეციალური მოწვევით ბენედიქტ კამბერბეხი. ოპერატორი ალბერტო მისაქციელი. სცენარის ავტორი რობერტ დევდარიანი. რეჟისორი შოთა ნოზაზე. ფილმში სისხლიანი სპაგეტი. მიდგა. ქვეყანაში არეულობა. კაცი კაც პატივს აღარცევს. საშველი აღარ საჩას. რა უნდა მოხდეს? მაფიას პატივს აღარცევენ. რა გავაკეთოთ? დორმახო. ისა. დორმახო. თქვენმა ძაღლმა შემოსასვლელში ისევ კაკაშკები იქნა და რა უყო? იზვინიო. რამდენჯერ გითხარი, როცა ხმამაღლა ვფიქრობ, არ შემიშალო ხელი თქო. ბოდიში ბოსთან კუკუებს რა უყო ძაღლისას? აწმინდე ბიზვინიო. რითი? ხელს ახოცით ბიზვინიო. და საწავიო. ბიზვინიო, უბრალოდ გადი ბიზვინიო. კარგი გოს. Na 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 დონმახო, ჩემს სახელს ვღეროდი? შენ სახელს ვღეროდი, ნანა. რა ქენი, აბა? თქვენ რაც მითხარით, ბატონო, მახო, ყველაფერი გავაკეთე, ვაზისუბანში დალაგებულია ყველაფერი, კახელებთან კლანებზე ბიზნესის საქმე მოვაწესრიგე და ასე რომ ყველაფერი დალაგებულია. ნანა, მე უბრალოდ მისაღების და სამზარეულოს დალაგება ვთხოვა. რა ვიცი, დაალაგეო და დავალაგე. კარგი. საჭმელი რა გვაქვს, ნანა? მაკარონი და პასტა. ისევ? ისევ. აბა რა ვქნა ბატონო მახო, მე მეტი საჭმლის გაკეთება არ ვიცი. კარგი, მოიტანე. რას მიაყოლებთ? გამაყუჩებელს. ეხლავე მოგიტანთ. თორე ამდენმა მაკარონა კუჭი მადგინა. როგორი რთულია 21 საუკუნეში იყო მაფიის ბოსი. პატივისცემა და სიყვარული სულ დაკარგა ხალხმა. სიკეთეს მარტო კამერებისთვის აკეთებენ. დორმახო. ისა. ბიჭები ვაპირებ ჩაურმის გამოძახებას და ხო არ გინდათ უწიწაკო, სველი, მეტი მაიონეზი კეჩუვით. ბიზვინიო. გისმებოს? რამე დაგიშავე ბიზვინიო. არა ბოს. ვინ ვარ მე შენთვის ბიზვინიო? ბოსი, ბიძა და მამაჩემის ძმა. არა, მესმის ბავშვობაში დიდი ტრავმა გადაიტანე, მაგრამ ახლა ხო აქ ხარ. ის რა ტრავმა არ მოხდეს? შვილი როცა იყავი, მამაშენს ხელიდან გაუვარდი. ანუ რამდენი შეუკვეთო? ბიზვინიო, გადი. გადი გთხო, ბიზვინიო. კარგი ბო.
დონ მახო. თქვენთან მაფიის ბოზები მოვიდნენ. ნანა, ბოსები. მაფიის ბოსები. ზუსტად ს. შემოუშვათ ეგენი? შემოუშვით. მე მგონი ბეჭედზე კოცნის ტრადიცია არ უნდა შეგვეცვალა. დონ მახო გიხვეწებით. ძლივს დავიმახსოვრე და აღარ შეხვდა. დონ ბარიატრინიო, ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა. ჩემთვისაც დიდი ჩემთვისაც დიდი პატივია დონ მახო თქვენთან ერთად ყოფნა. დონ მოცარულო. როგორ არის თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? ალბათ აპარატს ელემენტები დაუჭდა. კარგად ხართ? გასაგებია. დონ მახო. სიცილი. სიცილიდან დარეკეს დონ მახო. და რა თქვეს? არ ვიცი იტალიურად საუბრობდნენ და ვერ გავიგე. დონ ბარიატრინიო, თუ კიდევ დარეკავენ მე დამალაპარაკე, კარგი? სხვადასხვის დონ ბონჯორნომ დარეკა. დიდი ოჯახების შეგრება სიტყვს. შერიგება უნდა. მამა ჩემს არ შეურიგდები. აბა როგორ მოვიქცეთ? არაფერი, მამა ჩემს დედა ჩემი მიხედავს. მე სხვა საქმეზე დაგიბარეთ. დაბრძანეთ დონ ბარიატრინიო. რა საქმეზე დონ? ჩვენი ბიზნესი საფრთხეშია. გამოჩნდა ბევრი გვარი, რომელსაც უნდა ჩვენ საქმეში ცხვირის ჩაყოფა. ჩვენს მიწაზე ვიღაც შევიდა და ჩვენი ლუკმაკურის აღება უნდა. დონ მახო. კაი კისეს ოდუღებ. ხوارდარი. დრამატურგია სატომი ფუჭებ. ბიზვინიო, შენ არ გასწავლეს, როცა უფროსები საუბრობენ, უნდა გაჩუმდე. მარტო იმიტომ არ მოკლავ, რომ ჩემი ძმისშვილი ხარ. მარწყვის კისელი გამიკეთე. რასვამობდი? რაღაც ბიზნესის საკითხებს ბიზვინი, ახო. მოკლედ. მე არ დავუშვებ, რომ თქვენ ვინმე ზიანი მოგაყენოთ. ამიტომ ჩვენი მიწის ნაკვეთებზე შეიარაღებული კაპოები დავაყენე. როგორც გითხარით, მითხრა დაძვრება ჩვენს მიწაზე. ერთ-ერთი გამოვიჭრეთ. ბიზვინიო, შემოიყვანე. რა გინდა ხარ? მოდი ვიდე დადეკი. დაიცა. ბიზვინიო, თომარა თავიდან უნდა, რომ გზა ვერ დაინახოს. ახლა მოხსენ. რა ხდება ხალხო, რატო გამიმეტეთ ასე გამაგებული, რა დავაჭყო? ა? შენ იცი რა გააკეთე? რა გავაკეთე? შენ ჩემი ცხოვრება და ბიზნეს გეგმა ჩამოანგრია. ვერ გავიგე რას მეუბნებთ ხო? ვერ მივიგე. შენ ჩემს მიწაზე შეხვედი და ჩემი კარალიოკი შეჭამე. არ ვიცოდი ძმაო, შენი თუ იყო რა? ერთი კარალიოკი ზღვრისთვის. ერთი კარალიოკი შეჭამე, რა მოხდა ხა? რა გავაკეთე ისეთი, ა? ერთი კარალიოკი? შენ იცი რომ ეგ ერთი კარალიოკია. ჩირად უნდა მეკცია. შემდეგ ევროპის ბაზარზე უნდა გამეტანა. უნდა გადამეცვალა წითელ ვაშში. ვაშლი უნდა გადამეცვალა ბიაში და ჩავფურჩქნოდი ყიაში. ახლა რა? აღარც ვაშლი, აღარც ჩირი, აღარც ბია, აღარც ჩაფურჩქნა, აღარც ფაცხა
აღარც ქისა, აღარც შენი თვალისა, კაცისაც ხასიწვისა იხსენებდა თავისა, ამღიაო, დამღიაო, კომოთუდო ვაღიაო, ხედავ რა გამიკეთე. ვერ გავიგეთ, რა გავაკეთე ესეთი გამაგებინე. რა დაწმარი. შენ იცი? რატომ მიყვარს კარალიოკი? არ ვიცი, რატომ მიყვარს? კარალიოკი. ერთი შეხედვით უწყინარი ხილია. მაგრამ შენ იცოდი რომ მას შეუძლია ადამიანი ისე დაახჭოს, რომ მასზე არანაირი კვალი დატოვოს. ან შენ იცოდი რომ კარალიოკის კურკაში ცივი იარაღი იმალება. ამას რო გახსნი შიგნით დახე პატარა დანებია. იცოდი? ხლები რა ჩაიდინე. ვერ ხვდებით, ერთი ცალი კარალიოკი შევჭამე უბრალოდ რა ვიცი რა მოხდა ამნაირი, ვერ ხვდები. რა მოხდა ალიკალარ. მარა შენ რა მოგივა ამას გეტყვი. რა მოგივა? ჯერ თავიდან ბოლომდე გაგაშიშვლებთ. მერე საშრობში ხურმის ჩირებთან ერთად ჩამოგიდებთ. სანამ არ დაჭირდები, იქიდან არ ჩამოგხსნით, გაიგე? და როცა ჩამოჭყნები, შენს ტანს შაქრის პუდრაში ამოვავებთ და ვლადივოსტოკში გავიდათ. იმიტომ რომ შენ ევროპული ბაზარის ღირსი არ ახარ, გაიგე? არ მომკლათ, ერთი კარალიოკის გულისთვის ხო არ მომკლათ. ახალ ნერგებს მოგიტან, სულ ახალ ნერგებს, ვიცი რა ნერგებს? რა ვიცი, ისა რა ქვია, კარალიოკის ნერგებს, რბილგულა, ისა ხურმა, რა ვიცი, ლეხვის იმებს მოგიტან. სადაური ხარ? ჭიათურელი ვარ ბიჭო. ჭიათურელი? ხო. შენ გინდა თქვა რომ ჭიათურიდან 1000ობით მილი იმის გამო გამოიარე, რომ ჩვენი კარალიოკი მოგეპარა? გორში წასულიყავი ვაშლი, რატო არ მოიპარე? ამ სადმე ტექნიკის მაღაზიაში ტელეფონი რატო არ მოიპარე, მაგრამ არა, მაინც ჩვენი კარალიოკი მოიპარე. უბრალოდ შევჭამე ერთი ცალი კარალიოკი ხალხო. ხმა ბიჭო! ჩვენი კარალიოკი არ არის უბრალო კარალიოკი. შენ იცი კარალიოკი? თვითონ სახელწოდებას დააკვირდი კარალიოკი. კარლეონე, დონ კარლეონე. ხდები რა ჩაიდინე? რა ჩავიდინე? უბრალოდ ერთი ცალი კარალიოკი შევჭამე, ბიჭო, რა ჩავიდინე? გინდა გითხრა შენ ახლა რას გრძნობ? რას გრძნობ? შეშს. ხო. ფეხები გიგანკალებს. უსუსურობას გრძნობ. თვალები გიბნელდება. და შენც იცი კარგად რომ რაც უფრო მალე დახუჭავ თვალებს ამ ტანჯვას მოერიდები. რისთვის უბრალო კარალიოკი? ანუ უბრალო კარალიოკი? კარალიოკია ბიჭო. ანუ შენთვის არაფერს არ ნიშნავს კარალიოკი. ხოში რატომ მოიპარე? იცი ახლა რას გისა? იცი რას გავაკეთე? ხო. იცი რას გავაკეთე? თორმა ხო. ის რაღაცა მინდა გითხრათ. აქვე ჩვენთან უბნის მარკეტში ქათმის კუჭებზე არის მაგარი აქცია და ხო არ ვიყიდო ჩაშოშული გავაკეთო მაგას ვაკეთებ ქათმის კუჭებზე 4 შაბათია თან აქციის დღეები ბიზვინიო დიახტუნ კიდევ ერთხელ ჩამეჭრები და პირში გესვრი გაიგე აქცია უბრალოდ 4 შაბათი შედო შენ იცი რა მოვიდა ადამიანს ვის ბოლოს კარალიოკი მომპარა? არ ვიცი რა მოვიდა, არ ვიცი. მე გეკითხა იქვე იყო ხის ძირში დამარხული. რატო არ გითხე? იქნებ არ აღმოჩენი იყავი ასეთ დღეში. ვინ გამოგიშვა, ვინ გამოგზავნა? არავის არ გამოგზავნა. ძმაო, ცოლშვილთან ერთად მოდიოდი იტალიაში მოდიოდი ცოლშვილთან ერთად და გზაში მოთხოვნილებები მაქვს რომ კაცი ვარ მე და გავაჩერე მანქანა და ღობეზე გადმოწვევი და კარალიოკის ხეს მივეფარე და თან კარალიოკის სულ შევხედე ერთი ცალი მოწვიდა და შევჭამე. რა მოხდა ამაში ახლა ერთი ცალი კარალიოკი რო შევჭამო. მოიცა? ხო. ანუ შენ ჩემს კარალიოკის ხეს მიაფსი? გამოფისა. მოიცა, შენ ჯერ ჩემს კარალიოკის ხეს მიაფსი და მერე იმიანი ხელებით კარალიოკი შეჭამი. ხო ეგრეა რა.
სულ თქვა შეგიწყვიტა. მითხარი რა გადავწე შენ ცოლშვილს. იქნებ შენი ენა გაუგზავნო და თვითონ ეთქვის ყველაფერს. კანალი უკის გაუ. თორმახო 1000 ბოდიში არა 1000 ბოდიში რაღაც პირი გამი თქვი ანუ არა თქვი შენი ბოლო წინა დადება თქვი ცხოვრებაში ძმისშვილო რა ორი ამბავი მაქვს ერთი კარგი ერთი ცუდი რომელი დავიწყე კარგით დაიწყე პირდაპირ ზაღის კუკვებში ჩაამიჯამე აი ზოგი პირდაპირ ზაღის კუკვებში მე მგონი პირველი ცუდიება უნდა მეთქო ხო ის პოლიცია შემოვიდა და პოლიციამ პირველი რო შემოვიდა თორე პირდაპირ ზაღის კუკვებში ჩაამიჯეს აი აგაცინებს იდიოტო პოლიცია ანუ ჩაგვიშვეს ესე იგი ჩვენ შორის ვიღაც ვირთხა ვიღაცამ ჩემი სახელი ახსენა შინაბერა ქალები პაემაც ამერვიულობ ჩემი და ნახე რა გოგოები მოდიან რომელი რა რომელი ორივე ბიჭო კაი რა არ მჯერა რომ ეგეთები არიან გონია რომ ფილტრი აქვს გაკეთებულია რატო გონია ბიჭო რა მარიამი არ გახსოვს კაი დაუშვათ გქონდეთ მაგრამ მაქსიმუმ 3 წელი დააკლოს ახლა რა კაი ვნახოთ აუ როდის მოვლე ეს იმის ხარია დალევა მინდა მაგრად დეიდა პრივეტ ბიჭებო სანთელი არ გვინდა რა მე არ მინდა წყალი ფოტიში ჩვენ საათლებს არ ვყიდით არ ყიდით არც ვარდები არ გვინდა ქალბატონო გოგონებს ელოდებით და ხოდა ჩვენ ვართ ის გოგონები მოიცა თათა და თეო თქვენ ხართ კი Facebook-ზე ვართ თათა და თეო და სინამდვილეში ვართ თინა და თებროლე ან თებროლე და თინა ან თინა და თებროლე არა თებროლე და თინა ესა შენი 3 წელი მე მგონი მოვეწონე აი შემა მაქსიმუმ 4 წელი შემეშალა 4-10 წლეული მოდი დავბრძანდით არ შეწუხდეთ კაი მე აქ დავჭდები თქვენით დაჭდებით კი ამეთქი კი ბიჭო ამასთან დაწულა როგორ შეიძლება ბიჭო ჩემთვის სულ ერთია ბავშვობაში ბებიასთან ერთად მეძინა და კაი ესა რას დალევ ნოშპას რას ხუმრა არ მიხუმ მიხუმრა რასტორი მყავას დავლით უშაქროს როგორ ყავს რასტორი უშაქროს რასტორი მიტო შაქარმა რო არ აგვიწიოს ხო უნალეკო ხო რასტორი მიგივე უნალეკო გასაგებია შაქარი მავნებელია ჯანმრთელობას არ თქვენ ურთხილდებით ჯანმრთელობას აჰა გასაგებია ქალები ისა გოგონებო იცით რა ცოტა უხერხული შეკითხვა მაქვს მაგრამ აი ფოტოებში ძალიან ლამაზად გამოიყურებოდით და რამდენი წლისები ხართ რამდენს მამჩემდი რამდენს 65 წელი შეშალა მე ვარ 61-იანი და თქვენ რამდენი წლის ხართ? მე 99-იანი ვარ. ანუ წინა საუკუნის ხარ? ეგრე გამოდის ხო? მე უფრო პატარები მეკონი. მე მგონი სირცხვილია, უნდა წავიდეთ აქ. სად უნდა წავიდეთ, გოგო? 99 წლიანი ვარ, ანუ ეს რა დაიბადა, მაშინ მე მოქალაქეობათა კავშირიდან წამოვედი და მრეწველობასთან გადავედი. მარა სირცხვილი. აი, არ არის სირცხვილი, სული მაგ როდის ჩაუგორდები ლოგინში. აი, რა ვიცი, ეგეთ უსტელობას. გარყნილი
ფსიქიკა ჩუნდი გოგო მომისმინე ახლა ესეთ პატარებთან რომ რაღაცა ურთიერთობას გაგმობ სინდისი რაღაცნაირად არ ქენჯნის აი ესენი ჩამაგორებინა გოგო ლოგიჩნა ქენჯნოს კარგი რამდენი ქენჯუნა ისე სხვათა შორის ხმამაღლა საუბრობდით გესხოდა არა არაფერი კიდე კაი იცით რა ჩემთვის პირველი შეხვედრა ცოტა სენსიტიური თემაა რა პირველი პაემანი ძალიან მნიშვნელოვანია როცა პირველად შეხედავ მანდილოსანს და ღიმოს რო დაინახავ თვალებში რო ჩახედავ ეს ურთიერთობები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვაიმე საიდანღაც უბერავს რა სკვაზნიაკია საქმე დახურეთ ბიჭი თუ შეიძლება გამარჯობა გოგოებო როგორი ლამაზები და მშვენიერი ხარ და რაც თავარი ახალგაზრდულები მე დიდი მადლობა ბიჭებო ქალები რომ უწონდეს ჩემი სახით დიდი კონკურენტი გეყოლებოდა რა მეცი თქვენ ნამდვილი მამაკაცი ხართ რაღაცნაირად მადლობა გაიხარდა და რა შეუკვეთავთ ანუ რა შემოგთავაზებთ შემიძლია შემოგთავაზოთ საფირმო კერძები გვაქვს ქათამი ბაჟეში და წიწილი ნიორწყალში წიწილი იყოს მიყვარს წიცილის ხორცი მე გვინო მინდა ხო ჩემ გვინო მომიტანოთ ხო ბოთლი თუ შეიძლება წიცილა მიყვარს მაგრამ ხო რა ვიცი თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ ანუ რა საქმიანობთ რა შვებით საერთოდ იცით ეს საქმიანობას ვერ გეტყვით რა საქმიანობთ მაგრამ შეგვიძლია გითხრათ თვიური ჩვენი შემოსავალი რამდენი არის და რამდენი არის 300 ლარი ჩემიც უი და 300 ლარი ყოფნით კი წამლებში და რაღაც წვრილმანებში კი ძალიან მოიმატა ფასება ზოგადად ყველაფერი ისე ესეთი ლამაზები რო ხართ მარტო ხელები რატო ხართ? აი ბიჭო სინამდვილეში მე მყავდა ძალიან ბევრი პაკლონიკი. ხო, რობინზონი. შემოყვარდი. და ეს პაკლონიკები კი მყავდა, მაგრამ თავარი არის სიყვარული რა. ჟეშტის ხამი ხო არ ვარ ეხა რომ ვოლგას დავხამებოდი. ხო. რას დახამებოდი? ვოლგას. დინარეს? დინარეც არის ხო? გასაგებია და ის ღამის ცხოვრება და კლუბები გევასებათ? of course. მაგას ვატრებთ ხოლმე თქვენ როგორი მამაკაცები მოგწოთ? აი როგორიცი კირკ დუგლასის ნერი მამაკაცები ძალიან მომწონს მაგალითად მეც ეგ რომელია? მაიკ დუგლასის მამა სპარტაკში რო არის ეგ სპარტაკში რო თამაშობს ფეხბურთელია? არა ფეხბურთელია არა კეტრინ ზეტა ჯონსის მამა მთელია ვიცი ეგ არის? მეთქი რომე გაიხარი კაი ჩამქელობა და ბედნიერება თქვენც ასევე ღმერთმა დაგმოცეთ მართლა მიხდი ვიცი არა მაგრამ რო გამეგზელებია ფარნავაზამდე მივიდოდი ჩიჩენა აი გოგებოდრო ვაიჭიანოთ ეს საჩუქრად გამოგიგზავნე ეს აი მე კარგით რობი მე აი რატომ წახდებოდი ხე მართლაც რომ ნამდვილი მამაკაცი ხართ მართლა მეუნები თუ მეღადავები არა არ გეკაიფები მართლა მამაკაცური ხარ ვაიმე რა სამობთ ეს ერთადერთ ხელმითხრეს ჩემს ცხოვრებაში როცა დავიბადე დედის კერძე რო ვიწექი მაშინ მას შემდეგ არავის არ უთქვა მართლა მამაკაცი ხარ ერთი ბოთლი დავიმატე ჯიგარო და საყვარელი რაღაცა გაყნილობებს უფიქრ ხო არ ჯობია რომ მაგალითად ცხენია ნომრები რო გავცვალო ნომრები უნდა გავცვალოთ კი შენ გაუცვალე ჩაიწერეთ. 1 წუთით 5-9-3 1 წუთით დავით 1 წუთით აქ სახელი დავით 1 წუთით როგორ თქვით 5-9-3 34 1 წუთით 5 31-72 აუ ცოტა ნელა 31 ეს როდის გიპასუხებ 60 მოდი ხო
ვაიმე მადლობა დიდი. შენახულია ეს. ავტომატურად შეინახა ხო? აი სამ. მოდი რა, ერთი წუთი რო გავიგეთ შეიძლება ჩვენ და მოვალთ. ხო, მოვალთ. რა პრობლემა? აღარ დიდი ხანი არ გახვიდეთ. შეიძლება მოვიწმინო. არ მოიწინოთ ჩვენ მალე მოვალთ. ბიჭო რესტორანში სად დავდიეთ ეს? შენ მართლა პირები ხამოთ ერთად სახში ამიყვანო? რა გინდა ბიჭო, შვენიერი ხალები არიან, დალიე ნახე თუ შვენიერი ხალები არიან, ბიჭო, არ გსვენია. ბიჭო, თუ რამე გამოვა თუ არა, ფურცს მაინც ვეთამაშები. ისე ელცინი არ იყო ცუდი პრეზიდენტი. ხო, არ იყო მართლა, გორბაჩოვი უნდა წასულიყო. თითო? კი. აღარ იყო უკვე. არა. რაზე საუბრობთ გოგოებო? ჩვენი ახალგაზრდობა რაღაცები გავიხსენეთ. ვა! კერო რა ეს რა ესა ქსოვა ხო? ქსოვა. კიდე კუდი მოგიქსოვა. დედია ჩემი სულ მაგას მეუნა კი? კი, მოგიქსო. მე არ მომიქსო? შენ ამან მოგიქსო. ანა მიხდი. ჩემი ყოფილა. მაგრამ ვიხოდები. შენ ისაიგიცოს. ვინა კიდე მინდა. აი ბიჭო, რა გჭირს? მე მართლა მოგინდება ეს. სხვათა შორის ახლა მარიაჟობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ორი აგარაკი მაქვს მთაში, ორი ზღვაზე, ორი თბილისში და ორი სოფელში რა. აუ, კაი. წავიდეთ ნებისმიერში, სადაც გაგიხარდებათ. აუ, რას ამბობ, მე ზუსტად. მართლა? კი, ორი შუნტირება მაქვს გაკეთებული. ორი ოპერაცია ნაღველზე, ორი თირკველზე და ორი კუჭზე. კიდე ხო არაფერი. არა, გეგმავთ. ხო. წავიდეთ და მართლა მაგრა გავაკეთოთ. ვიძახიოს. ეხა ხო ისე კარგად გზნობ თავს. კი, ძალიან. რა ვიცი. მაშინ თუ კიდე ვიცეკოთ. სხვა ვიცეკოთ. რახან ჯამთელები არიან. ესე უცე. აი, ახლა ცეკვარს. არა, ჩემი დაჟინებული თხოვნა, ეხა რომ ვიცეკოთ. აი, ახლა ჩვენ უარი არ ვიცით. ჩვენ რომ ვიცით ის და ხო, მე მზად ვარ. ოღონდ, ოფიციანტ ის რა ქვია? დიახ, გისმენთ. რო გახვალ მუსიკა ჩაგვირთე და თან ანგარიში მოგვიტანა. რომელი ტერმინალით გადაიხდით? ლიბერტი. პატიჟეს. თქვენ დაიწყებთ? კი. გასაგებია. შესავალია? ბიჭო, ცოტა. კატიშე, მუსიკა გათი. მუსიკა რა. ვახ, ბიჭო, რა. ბიჭო, მე მგონი კვდებიან. ხელოვნური სუნთქვა ხო ჩაუტარე? რა ხელოვნური სუნთქვა? სულ გააფრინე, შენ წამო ჩვენ არ დაგვაბრალო, შენ. ჩავ, ასე დავტოვო ჩეჩენ. ო, რა, აუხო. ვიკეტებით გოგოებო, კარგად იხავით, იმიერში შევხვდებით, გაიგეთ. საქმის გარჩევა Facebook სტატუსებით. აუ რა გჭირს იმენა მაგარი პოსტი ვატკინე, ისეთი პოსტი დავწერე. დაანები ამ Facebook-ს თავი, დაანები, შარს ნახა, ვიღაცა გაგლა. მაცადე რა. ბიჭო, არ გესმის შენ? ნახე 1000 რაღაცა ხდება, რაღაცა მიდექი, მოდექი, რაღაცა სხვა რაღაცით დაკავ. ჩემი Facebook-ის newsfeed-ზე საინტერესო არაფერი არ ხდება, დედამიწის ზურგზე. მათ ჩვენ ერთი რა ხდება? ნახე რა. ნახე, ასკროლე მიდი, აბა. ვა, ბიჭო, რა ნაშაა, სიმონ. შენი და? მოჩვენე? არა, რა ჩემი და კაცო, მე და არ მყავს ვაფშე. აბა რა დაფიქრდი. ბიჭო, მაგარი ნაშაა, მართლა მაგრამ. ბიჭო, მიშაროა რა, ჩვენი უბნელი მაგის და არის რა. ვა, მაგარი გოგოა. მაგარი ნაშაა, მაგრამ რანაირი ფოტოებს ეს ბიჭო, ამას რა.
სანაირად აკეთებს ბიჭო. სანაირად აკეთებს შენ. უნდა დაუხაჰაო უეჭველი ზმა. ბიჭო, თავი რა უნდა? რა გინდა ზმა? დაანებე ბიჭო, შარსაჯე. უეჭველი უნდა დაუხაჰაო, ვინ რას იტყვის ბიჭო. ბიჭო, რა შარი. ვა, მიშა მირეკავს. ხო გეუნებოდი ახლა. რა უნდა მითხრას. ალო, ხო? ხო, კი, თუ მიყურებ იასნა უბანში ვარ. მოდი ძმაო ვილაპარაკოთ რაზედაც გინდაჭი. რა? რავი საქმე მაქვს ვილაპარაკოთ. ბიჭო, ხო გეუნებოდი. ცოტა იფიქრე რა. რა გინდა მოვიდეს ნებისმიერ კითხვაზე პასუხი მაქვს, მაო ვინც გინდა მოვიდეს. ხო და დაანებე მაგ Facebook-ს თავი რა. გაუმარჯოს. ეს ტოპილი სურათი ვიცი რა? ჩე ბიჭო ერთი წამი ვინა? ჩაგიწევ რა. ჰა, ვინა შენა ხარ რა? მე ვარ, ხო, ეთყობა რომ მე ვარ. ნახე, როგორ მეძაბება ბიჭო თან. ჩემ დასმაო, რატო დაუხახავე სურათი? გამოდი ერთი წამი შენ მიგახარაკე. რატო დაუხახავე სურათი ჩემ დას ბიჭო? ჩემი და შენი დასახახავებელი არის ბიჭო? მე ხახავებოდა და დაუხახავე, თქო, სახახავებელი იყო. დაუხახავე არ. ხო, დაუხახავე ბრა. დასახავებელი იყო და ვაფშე ვინაა შენი დას? ჩემი და ის არის, აგე ესე რო იყურება, სახედა ტრაკი რო ერთ სურათში უჩას, მაო. პაიგარი ჩემი. მე რა პრეტენზია? ხო და ხო ეგ არის ჩემი და ძმაო ხო რა პრეტენზიები არაფერი ძმაო რატო დაუხახავე სურათი მეთქი ეგ მაინტერესებს ბიჭო რა დაუხახავე იმას რატო არ ამბობ წინა პოსტი რო დავუგულე ძმა რა ქენი ბიჭო დაუგულე ხო დავუგულე ძმა ამის დას ანუ ჩემი ძმაკაცის დას პოსტი დაუგულე ხო ბიჭო მე რა სიცოცხლე მოგვეზრდა ბიჭო ბიჭო რა პოსტი დაუგულე რა გონდორებზე ხარ შენ ბიჭო რა აბა გულა ძმაო აქ დაგულა მე რა მოხდა რას კი რა მოხდა ერთი წუთი ბიჭო შენ ხო ერთი წუთი რა თუნა ჩემ დაზეა საუბარი მე ჩემი ძმაკაცის დაზე არის საუბარი ბიჭო რო გულო ძმაო ეგ მასა ნახა უკვე მერე და დაგულული გოგო რა ეს რა ვერ მივხვდი რა ვერ მივხვდი შენ ხო დაუგულე ბრა კი მერე ხო და ცოლად მოიყვან ძმაო საერთო Facebook-ის ხო არ გავაკეთე აუცილებლად გააკეთე ბიჭო საერთო Facebook-ის შენ ძმაო შენი დის Instagram ფოტოები აკონტროლე ჩემ საქციელებს რომ მიკონტროლე ბიჭო შენ ხო არ უბერავ შენ გეუბნებ ბიჭო და ის TikTok-ი გაუუქმე კიდე ან წესიერი კონტენტი მოუფიქრე ბიჭო რავი გია ფარადაშვილის პაროდიას რო აკეთებს ეს მოდელი გოგო ბიჭო ხო და გამორდი ძმაო ეს აკეთე მოდელი გოგო იყოს და კიდე რა მაინტერესებს არ გაიგე მე მაინტერესებს ბრა გაიასწრე ხო წავედი გასასვლელად ერთი წავედით ერთი წუთი მოდი დათო რომ ეს გიწერიეთ Facebook-ზე რა რა ჩვენი დათო მე ვარ დათო რა შენ ხარ დათო ბრა ხო ბრა მე ძმაკაცის დაიკოს რო კომენტარე ეგ რა პონტი არის ძმაო აგერ შემოვიდა ეხა სკროლი ვინ არის შენი ძმაკაცის დაიკო მაჩვენი აგერძო ვახ შენი რა არის რას გავს რა ბიჭო ერთი წუთი რა გინდა ბიჭო რა მინდა ძმაო კომენტარები შევხვდოთ მაო რა კომენტარებ რა არის სმაილი რა არის რაღაცა რადგან ისინი ემოჯები როგორ გამახსენდა ბიჭო გამახსენდა არა კომენტარი ახმელიაზე ვიყავი და ცუდად ვიყავი და მაგითო დავწერე ახმელიაზე და ეგნეს გადაყოფა ემოჯი რა პონტი არის ძმაო როგორ ეს გვერდინა რა ბიჭო ახმელიაზე რო ვიყავი პირი მქონდა მშრალი და მეთქი დასალები ბადრიჯინის ემოჯებს რო უგზავნი გოგოს ეგ რა პონტი არის ეგ როგორ გავიგე ბიჭო აჯაბ სანდალი მინდოდა ბიჭო აჯაბ სანდალი კი არა ჩემო ძმაო ეხა შენ ცოტა გააკონტროლე გოგო ისეთი ის არ გეგონოს ეხა ჩემი ძმაკაცის დაიკუარი 5000 ფოლოვერი ყავს Instagram-ზე ბრატ პატარა რა მოხდა არ ჩვენია რა დანუები ეს პატარა საქმე გონია ბიჭო რა არის ბიჭო თქვენ რა დღეში ხართ რა დღეში ხართ ბიჭო თქვენი ხმა რატო ისვის თელუბაში ბიჭო რა წაიღეთ თქვენ მართლა თქვენ ჯერ ბიჭო ერთი უბნელები ხართ რა გაჩხუბებთ ბიჭო მაგის დედავად ჩამოვარდით ხელი ერთმანეთს და შერიგდით ბიჭო თქვენ სხვას უნდა აძლევდეთ მაგალითს ბიჭო და აქ თქვენ გამოდიხარ და რაღაცა ხიფიშობთ აქ ერთმანეთს დავაი დროზე შერიგდით ბიჭო და ზედემეტი ხმა მაღალი ხმა არ გავიგო აქედან ბიჭო ამათ უყურეთ თქვენ ნახყვარი ბავშვები ეს ვინ ჩემ ფეხებია ეს ვერ იცანი ბიჭო ვინ არის მამაკაცების ჯანმრთელობა და ხარდაჭერა როა მაგის ადმინია რა აუ ეს ამის გარეშე იმენა პოსტი ვერ დადასტურდება ერთი წამი ბრატ ესა notification-ია ერთი გამაგებინე რა ეს რა არის ბიჭო ეს ვის დაუხახავ ეს სურათი ეს პოსტი ბრატ დასახავებელი იყო და დავახახავ
ებრა. მე 100.000 მაკასმა რო ნახა, ბიჭო და დამცინა, ბრატ, ეგრა მონტიაჟი, მაგბულინგზე მოგეთხოვება, ბრატ, გაიგე? ჩემი ემოჯია და რასაც მინდა იმას გავაკეთე. ხო და მაგ ემოჯს ამიხსნი, ბრატ, გაიგე? ემოჯი არ იხსნება, ბრატ. მომისმინე, ერთი წამი, ჩემი ძმა, მომისმინე. წავშლით მაგას თუ გინდა. წავშლით всё მოგვა. რა ვის რა თქონდა შენი წაშლა ბიჭო? აბა რა გინდა? რა გვინდა რა გვინდა და საჯარო ბოდიში უნდა მოიხატოს ვაო. რა მომიხატო? საჯარო ბოდიში. საჯარო ბოდიში არა პრეს კონფერენციას გავმართავ კიდე 3 საათზე არ გინდა? 3 საათზე. რა ვიგრა კი? 3 საათზე გინდა. კი, ძმაო, რა პრობლემა? ბიჭო ამა ხوارა. ჩაო. ისი ბიჭო ერთი ვიზი ამბობ ჩემი დედავარ. ბიჭო შენზე და შენზე. ერთი წამი ძმაო. რა მოვაჭამ თავს ბიჭო. აბა რა ვიზავ ბიჭო რა ვიზავ ბიჭო რა? რას კი რას ვიზავ ბიჭო? კიდე გაინტერესებს რა? მაინტერესებს ერთი რას ვიზავ? მოგწერ რა. კი? შენ მოგაჭამ თავს ბიჭო. მე მწერ? კი, დათო დავწერა რა, მოგწერა და ნახე. გაბრაზებული ემოჯები მიაყოლეს. ერთი წუთი. მალე ვარ გასასვლელი. დავატირე თუ მუხზე არ გადავიმტრიო, ეხა ესენი თქვენ გადაგიმტრევთ. ეგრე ბიჭო, მიაწექი ბიჭო, მაგას ცოტა ისე. აუ, ჩემი დედ. რა ბიჭო, ხენ გადაგიმტრევთ მუხზე. ერთი წუთი. ამ ნუმერზე გარეკე, ბრო. მიწერე? კოპი. საათი ბიჭო. დარეკეო ბიჭო. თვალი დაურეკე. ერთი აბა. მიდი ჩამთემე. აუ, რეკავს ჩემი. დამანახები. რა ხდება? რა. გაუმა, რომელი ხარ? რომელი ვარ, რა? ერთი თუ რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ვარ, რა? რაღაცა მუხზე გადაგიმტრევება. ხო, რა ხდება? ხო და რა გინდა, მუხზე გადაგიმტრევ მეთქი, სადაც გნახავ. ოის რატო გაჭედე, ძმა, შეგეშინდათ რა? ბიჭო, კია, შეგვეშინდა, ბრატ. ბალანსი ამოგვეწურა და ინტერნეტი გაგვითავდა, რა. მე ვითხარ, იქნება ვაზიარე, ძმა. მე გააზიარე, ბრა. და Xiaomi-ა, ძმაო და 1-დან 8-მდეა. Xiaomi 1-დან 8-მდე. არ შედის. არ შედის. ხო და პირიქითსადე 8-დან 1-მდე. 8-დან 1-მდე შევიდა, ბრა. ხო და ეგარი. ხო და გაგიმარჯოს ღო ერთმა. ბალანსო ინტერნეტი აქვს რა. ბიჭო, მოიცა ერთი წამით რა. მოდი ახლა დაულაგდეთ, დავწყნარდეთ. ერთი სერვერი შვილები ვართ, ხო იცი? ხო და ამ ამბავს სატელიტში არავინ არ გაიტას. მოდი ახლა ხელის ჩამორთვების ემოჯები გაუგზავნოთ ერთმანეთს და კოცნების გაუგზავნოთ რა. ბიჭო, ბაზარი არ არის, გავიგეთ მაო, რასაც მეუბნება. ერთი რაღაცა მაქვს გასარკვევის. აბა, აი ამ სურათზე, ბრატ, ერთი წამი ეს მოვიდა. ძალიან აქტიურობს ხოლმე ეს ტიპი და აი ბებია ჩემს ხელში ვყავა რა ყვანილი ძმა. ეს სურათი რატო დააცრემლე, ბრატ? ბიჭო, ბებია ჩემ არასწორად მიიღო ძმაო. ბიჭო, ბებია შენი ხო გარდაცვლილია. მე გარდაცვლა მიიღო არასწორად ძმაო. ბიჭო. ვერ მივხვდი რაო? ბიჭო, აგიხსნით ახლა დამესიზრა რა. გუში დამესიზრა ფეხშიშველი მოდიოდა დავაჩი რა. და იცინოდა. მერე? ხო და მერე ის რო სიზმების ახშენში მე ხო ძალიან ძლიერი ვარ. ანუ ყურე რა ხდება, როცა ფეხშიშველი მოდის გესიზმება მიცვალებული რა, ეს ის საფრონტია რო ახლა საკუთხი გადაგვისთა რა. მაგრამ მეორე ისა რო იცინოდა ძმაო. ესე იგი ის დაცრემლების თემა არ მოეწონა ძმაო და მაგიტო იცინოდა. ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ ეხლა რა უნდა გავაკეთოთ აი ეგ მითხოვეთ. რას ვითხოვ ბრატა? საჯარო ბოდის მოიხდი ბრატ, გაიგე? არა ძმაო. არა, გაი ბრატ. კარგად. всё. წავედი შუში. წავედი, ხო გითხარი არაფერია. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.